საგადასახადო ექსპერტები ქონების გადასახადის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ქონების გადასახადის ოდენობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ფიზიკური პირის შემოსავალზე და ის ქონების სიდიდით უნდა განისაზღვროს. ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შემოსავლების ზღვარი გასაზრდელია. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ქონების გადასახადის არსებულ ფორმას და რის შეცვლას მიიჩნევენ საჭიროდ საგადასახადო მიმართულებაზე მომუშავე ექსპერტები. თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს. ამჯერად უკვე ახალი შენობიდან ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ფორმა შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ვიდრე უშუალოდ იმ მოდელზე ვისაუბრებთ, რომელსაც დარგის ექსპერტები ქართული ბაზრისთვის ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევენ, ქონების გადასახადის დღეს არსებული ფორმა მიმოვიხილოთ, როგორც ცნობილია ამჟამად ქონების გადასახადს იხდიან ის ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40,000 ლარს აღემატება. საგადასახადო ექსპერტების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ქონების გადასახადი ერთ-ერთი მოუწესრიგებელი გადასახადია და ის აგებულია არასწორ პრინციპზე ფიზიკურ პირებთან მიმართებით. მაგალითისთვის, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ადამიანს შეიძლება საქართველოში ჰქონდეს ურიცხვი ქონება, თუმცა აქ არ მუშაობდეს და შესაბამისად საქართველოში შემოსავლები არ უფიქსირდებოდეს, ამიტომ ის არ იხდის ქონების გადასახადს ქვეყნის ბიუჯეტში. ამის პარალელურად შეიძლება ვიღაც პირი ფლობდეს ძალიან მცირე ქონებას, თუმცა იმის ხარჯზე, რომ მთელი ოჯახი მუშაობს და მათი ჯამური შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება, მას უწევს ქონების გადასახადის გადახდა. ამ ორი მაგალითიდან გამომდინარე, საგადასახადო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არათანაბარ პირობებში არიან საქართველოში უძრავი ქონების მფლობელი ფიზიკური პირები, რის გამოც აუცილებელია ქონების გადასახადის ამ ფორმის გადახედვა. გარდა ამისა, ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქონების გადასახადი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ფიზიკური პირის შემოსავალზე და ის დამოკიდებული უნდა იყოს ქონების სიდიდეზე. სწორედ ისეთ ფიზიკურ პირებს უწევთ ხშირად გადასახადის გადახდა, რომლებიც საქართველოში არიან დასაქმებულები, მართალია მათი ხელფასი არც ისეთი ბევრია, მაგრამ ჯამური ოდენობა ოჯახის, ესე ვთქვათ, წევრების თუ შეკრებას თუ ვახდენთ, მაშინ ისინი ძალიან მალე აღწევენ გადასახადის გადამხდელთა ზღვარს და ძალიან სწრაფად უწევთ გადასახადის გადახდა ქონებაზე. ბუნებრივია ვიცით, რომ ქონების გადასახადი არის როგორც არის უძრავ ქონებაზე, ასევე მიწის ნაკვეთებზე და დაემატა რამოდენიმე წელია ავტომობილზეც გადასახადი, ამიტომ აი ამ ყველაფრის გადახდა უწევთ იმ პირებს, ხოლმე ვისაც საქართველოში შემოსავალი ფიქსირდებათ ხელფასის სახით. რაც ერთგვარად იწვევს უთანაბრო მდგომარეობას იმ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც ქვეყანაში გააჩნიათ აურაცხელი ქონება, თუმცა იმის გამო, რომ ეს პირები არ მუშაობენ საქართველოში და მათი შემოსავლები არ ფიქსირდება არსად, ისინი გადასახადის გადამხდელები არ არიან. ამ ბოლო დროს ძალიან ესე იგი აქტიურად ფიგურირებს ეს აზრი, რომ ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისთვის დამოკიდებული არის ოჯახის შემოსავლებზე, ანუ განისაზღვრება ოჯახის შემოსავლების მიხედვით. თუმცა ეს არ არის ზუსტი დეფინიცია, შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება მხოლოდ შეღავათი. ფიზიკური პირების ქონების გადასახადი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით, რომელსაც თვითონ ფიზიკური პირი აფასებს და განსაზღვრავს, ადგენს. აი სწორედ აქ იწყება ხოლმე ცდუნებები, რომ ფიზიკური პირები, როდესაც ადგენენ დეკლარაციას, მათ აქვთ ცდუნება და შესაბამისად უკვე რისკები ჩნდება, რომ შეამცირონ ქონების საბაზრო ღირებულება და ეს ნამდვილად არის დღესმოქმედი მოდელის სუსტი წერტილი და აი ამ კუთხით არის რა თქმა უნდა დასამუშავებელი. რაც შეეხება იმ 40,000 ლარს, ეს არის შეღავათი ფიზიკური პირებისთვის და რა მოდელზეც არ უნდა გადავიდეთ, მე ვფიქრობ, რომ შეღავათების გათვალისწინება მოგვიწევს აუცილებლად. რაც შეეხება ახალ მოდელს, რომლითაც ქონების გადასახადის არსებული ფორმის შეცვლაზე მსჯელობენ, ეს ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელია, როგორც ცნობილია ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ ესტონური მოდელის მსგავსი იქნება. თავად ესტონური მოდელის მთავარი არსი ის არის, რომ ესტონეთის მთავრობა მხოლოდ მიწის ღირებულებას ბეგრავს ქონების გადასახადით და არა უშუალოდ იმ მიწაზე არსებული შენობების ან სხვა აქტივების ღირებულებას. საგადასახადო ექსპერტების ნაწილი რეფორმის ამ სახით განხორციელებას ესალმება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მიწის ღირებულების დაბეგრვა საკმარისი არ იქნება და საჭირო იქნება ქონების კომპონენტის დამატებაც, რადგან ერთი და იმავე უბანში ცარიელი მიწა და მიწა, რომელზეც თანამედროვე ნაგებობებია განთავსებული, ერთნაირად არ უნდა იბეგრებოდეს. ექსპერტების გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ევროპული გამოცდილების გაზიარებასთან ერთად შესაძლებელია ქონების გადასახადის ამ ფორმის დატოვებაც, თუმცა მასში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს. მათივე მოსაზრებით მთავარი ხარვეზი არის 40,000 ლარიანი ზღვა
ზღვარი, რომელიც დაწესებულია ბევრი წლის წინ და ამ ზღვარის გაზრდა აუცილებელი, რადგან დღეს 40,000 ლარის მსყიდველ უნარიანობა აღარ არის მაღალი. გარდა ამისა, ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ იმ ადამიანების დაბეგვრასაც, რომლებსაც შემოსავლები საქართველოში არ უფიქსირდება, თუმცა აქ აღურაცხალი უამრავი ქონება აქვთ. მხოლოდ მიწის ღირებულების განსაზღვრა არ იქნება სწორი, აუცილებელი არის ქონები, მასზე განთავსებული ქონების კომპონენტის შემოტანაც, იმიტომ რომ არ შეიძლება ცარიელი მიწა, რომელზეც არის განლაგებული საბჭოთა კავშირის ოსაშენებული შენობა და მიწა, რომელზეც განლაგებული არის თანამედროვე, თქო, გასულ წელს აშენებული შენობა, მათ შორის კომერციული, თქო, ბიზნეს ცენტრი. არ შეიძლება ერთ და იგივე ღირებულებით განისაზღვროს, თუნდაც რომ ერთ და იგივე ტერიტორიაზე იყოს. აი მაგალითად ვაკეში, ხო? ვაკეში გვერდიგვერდ შეიძლება იყოს ცარიელი მიწაც, იყოს საბჭოთა კავშირის დროინდელი სახლებით ზედამაგრებული სახლების ქვეშ არსებული მიწაც და იყოს სავაჭრო ცენტრი, მოლები, საოფისე ფართები. ეხლა როგორ შეიძლება ამას კონდეს ერთ და იგივე საკადასტრო ღირებულება? ანუ ამ იმის თქმა მინდა რომ მხოლოდ გეოგრაფია არ არის საკმარისი, რომ ხან ვაკეში არის მოდი ძვირი ღირდეს და თუ მაგათი რუსთავში არის იაფი ღირდეს. ეს უნდა იყოს დამოკიდებული ასევე ქონების კომპონენტზე რა, აუცილებელი არის ქონების კომპონენტის გათვალისწინება ღირებულების შეფასების დროს. დღეს ვფიქრობ, რომ 40,000 ლარი აღარ არის ისეთი იმ ღირებულების ოდენობა და არ უნდა იბეგრებოდეს პირები, თუ ეს ასე დარჩება, რაღაც ზღვარი შემოსავლების, ის მოქალაქეები, რომლებიც დაცაქმებულები არიან საქართველოში, არა 40,000 ლარიდან ავთვალოთ მათი დაბეგურის, ასე თქვა, ზღვარი არამედ იყოს ცოტა მაღალი პირობითა და 100,000 ლარიდან ოჯახის შემოსავლის შემთხვევაში და ფიზიკური პირობები საქართველოში არ არიან, მაგრამ ფლობენ ქონებას და გარკვეული პირობითა თუ ამბობ 20,000 დოლარის ზემოთ ქონებები მოხდეს დასაბეგ ქონებათა სიაში. ანუ ისიც შეგვიძლია გავიზიაროთ, რაც ევროპული გამოცდილებებია, თუნდაც ესტონური მოდელის და ასევე შეგვიძლია ის არსებული რეალობაც, არსებული მოდელიც დავტოვოთ გარკვეულ წილად. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2024 წელს ქონების გადასახადის სახით იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ჯამში დაახლოებით 698 მილიონი ლარი გადაიხადეს, საიდანაც უშუალოდ მოქალაქეების მიერ ქონებასა და მიწაზე გადახდილი გადასახადი 93 მილიონი ლარია. ძალიან დიდი მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.